ეთერში კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. გიორგი გახარია მოქმედებდა გარე ძალების დაკვეთით, რის მიზანიც მმართველი პარტიის იმიჯის დაზიანება იყო. პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც ირაკლი კობახიძემ ღამის კურიერში გააკეთა პოლიტიკური შეფასებების თემა. მმართველ გუნდში გიორგი გახარიას ნაბიჯებს ქვეყნის წინააღმდეგ მიზან მიმართულ ქმედებად თვლიან. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში. პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ გახარიას მიმართ არაერთი კითხვა არსებობს. ნაწილი კი ამბობს, რომ ქართული ოცნების ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის დაპირისპირება მათთვის საინტერესო არ არის. ამ თემაზე შოთა ფალავანდიშვილი მუშაობს, ის კურიერს პოლიტიკური განცხადებებით უერთდება. შოთა, ეთერში ხარ. პრემიერ-მინისტრის განცხადებებს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, შეიძლება ითქვას, რომ კოლეგებმა ექს-პრემიერი გახარია მაინც დაიცვეს და თქვეს, რომ 2019 წლის მოვლენებში გავრილოვთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მას ნაკლებად ეკისრება და ამ საქმეზე მაშინ პასუხისმგებელი სწორედ საკანონმდებლო ორგანო იყო. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საუბარი deep state-ზე და ზოგადად საერთო სცენარის არსებობაზე, რომელსაც ხელისუფლება უნდა შეეცვალა, არ არის რელევანტური და მათი აზრით ის მხოლოდ კონსპირაციის თეორია. საერთოდ არ შევალ კობახიძე გახარიას დაპირისპირების პროცესში. ერთი რაც თავად შემიძლია ვთქვა, რომ თუ ვინმე ემსახურება ქვეყანაში გარე ძალას, ეს არის ქართული ოცნება. რაც შეეხება ჩვენი და გიორგი გახარიას ურთიერთობას, ყოველთვის იყო ძალიან მძიმე და შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს თუ ჩვენ გვეხმარებოდა, არ ვიცი რითი გვეხმარებოდა, დარბევით, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით თუ რითი გვეხმარებოდა, არ ვიცი, მე რატო დააწინაურეს. მე არ მაინტერესებს ახლა მაგათი იწილო და ერთმანეთს რასაბრალებენ სინამდვილეში ყოფილი მოქმედი წარსულის და მომავლის ქართული ოცნების წევრები, საერთოდ არ მაინტერესებს და მე მგონი არავის არ აინტერესებს ამ ქვეყანაში. მაგრამ ლოგიკას ხო აქვს რაღაც? პარლამენტს ჩამოყავდა გავრილოვი. მაინც ჩამოიყვანეს. და ეს გახარიამ დაგეგმა? პრემიერის განცხადების შინაარს იზიარებს მმართველი გუნდი, ქართული ოცნების ლიდერების ნაწილი ამბობს იმასაც, რომ ზუსტად 2019 წლის მოვლენების შემდეგ ისინიც იყვნენ მომსწრე თუ როგორ განხორციელდა ზარი ერთ-ერთი ქვეყნიდან და როგორ მოითხოვეს იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დატოვება. ქართული ოცნების წევრების თქმით, გახარიას პოლიტიკური ქმედებები იყო საერთო პოლიტიკური სცენარის შემადგენელი ნაწილი და ის წლების განმავლობაში თქმით ცდილობდა ხელისუფლებასა და ხალხს შორის დაპირისპირების ხელოვნური კერები გაეჩინა, რასაც სამომავლოდ უკვე უნდა მოჰყოლოდა ხელისუფლების ცვლილება. მმართველი გუნდის წევრების თქმით, ამასთან დაკავშირებით არაერთი ფაქტი და მტკიცებულება ქართულ ოცნებას მისი მინისტრობის პერიოდშიც კი ჰქონდა. მე ვადასტურებ აღნიშნულს, ნამდვილად იყო ზარი და მოთხოვნა. თუმცა კონკრეტიკისგან თავს შევიკავე, თუმცა შეიძლება დადგეს დრო, როდესაც ამ ყველაფერზე აბსოლუტურად ღიად ვისაუბროთ სახელებით და გვარებით. რეალურად თუ გავაანალიზებთ 20 ივნისის ღამეს, ხო? რა თქმა უნდა ძალიან ბევრი კითხვა ჩდება იგივე სპეციალური დანიშნულების რაზმის მოქმედებით, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი აქცია გვინახავს ამის შემდეგ და ბევრი თქვათ მოქმედებები ვნახეთ სპეციალური დანიშნულების რაზმით. რადიკალურად განსხვავებული ხელწერა, შესაბამისად ძალიან ბევრ კითხვას აჩენს, რა თქმა უნდა, ის ქმედებები და თუ როგორ მუშაობდა და როგორ იყო განლაგებული სპეციალური დანიშნულების რაზმი, პროფესიონალები ამაზე უფრო დეტალურად ისაუბრებენ და შეუძლიათ შევიდნენ უფრო სიღრმეებში, თუმცა რაც ზედაპირზეა და რაც ჩანს, მე ვფიქრობ, ძალიან ნათელია ყველაფერი. ნაცვლად იმისა, რომ ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც მას როგორც მინისტრს უნდა აიღო, აღმოჩნდა, რომ პირიქით მოხდა და ის ადამიანი, რომელიც უნდა წასულიყო თანამდებობიდან, პირიქით იქნა დაწინაურებული, ისევე როგორც მერე უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში 27 წუთში მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვებაზე, გულისხმობ ამერიკის საელჩოს განცხადების გამოქვეყნებას დილის 10 საათსა და 1 წუთზე და მის განცხადებას 10 საათსა და 28 წუთზე, როგორც ჩანს, ესე წინასწარ დაგეგმილი და განსაზღვრული იყო, რომ მის გადადგომას მოყოლოდა გარკვეული პროცესები ქვეყნში, თუ გავითვალისწინებთ, რომ მაშინ გახსოვთ თქვენ უკრაინი და თურქეთში იყო ჩამოსული მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვართან ახლოს და როგორც ჩანს ის გეგმა, როგორც 2021-ში განხორციელდა, როცა მიხეილ სააკაშვილი შემოაპარეს საქართველოში, ეს გეგმა როგორც ჩანს მაშინ სწორედ უფრო ადრე უნდა განხორციელდეს.
გიორგი გახარიას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ღამის კურიერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ გახარია წლების განმავლობაში ეგრეთ წოდებული deep state-ის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და მაქსიმალურად ცდილობდა ხელისუფლებისთვის ზიანი მოეტანა. მადლობა, შოთა ფალავანდიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. კრიტიკის პასუხად გიორგი გახარიას გუნდში დღეს თქვეს, რომ გავრილოვის საზღვარზე შეჩერების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. მათივე თქმით, გასათვალისწინებელი იყო პოლიტიკური კონტექსტი. ამ ადამიანის შეჩერების საზღვარზე სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ არსებობს პოლიტიკური მიზანშეწონილობა და პოლიტიკური მიზანშეწონილობის ნაწილში რა თქმა უნდა არსებობდა მექანიზმები შეჩერების. ეხლა რომელმა deep state-მა დაურეკა ნაცების გასამართლება თუ აკრძალვაზე, რომ უარი თქვა ქართულმა ოცნებამ. აი ეხლა ვინ დაურეკა და ვინ გადააწყვეტინა ამის გაკეთება. ირაკლი კობახიძის განცხადებით გახარიას დავალება გარედან არაერთ გზის ჰქონდა მიღებული, როდესაც ის ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ კი უკვე პრემიერი იყო. ამის კურიერში საუბრის დროს აქცენტი გაკეთდა 20 ივნისზე, პანკისის სპეცოპერაციაზე, ბასიანის საქმეზე და მისი გადადგომის დროს განვითარებულ მოვლენებზე. პრემიერი ამბობს, რომ ოცნების პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მაშინ ქვეყნის გარედან მიიღო ზარი, რომ გახარიას გადაყენება არ იყო მიზანშეწონილი. მას ძალიან ბევრი რამ აქვს დასამალი და მთავარი მას რა აქვს დასამალი. ეს არის ის, რომ ის მოქმედებდა გარედაკვეთით. რაც გააკეთა მათ შორის რეზინის ტყვეების გამოყენებით. ესეც გააკეთა გარედაკვეთით. თავარი ამოცანა ამ შემთხვევაში იყო ქართული ოცნების იმიჯის დაზიანება. ამიტომ არ შეიძლება რომ რაიმეს გააკარო აგენტი, მაგრამ ჩვენ მოგვიწია. ამაზე ესეც საინტერესო დეტალია. ვინ დარეკა და ეს შემდეგ ეს კითხვა დაისვა. კონკრეტულმა სახელმა და გვარმა დარეკა კონკრეტული კაბინეტიდან, სადაც იჯდა deep state-ის წარმომადგენელი. კონკრეტული სახელი და გვარი ეს გუნდში იციან და თეატროლოგიანმაც ახსენა ეს, რომ მანაც იცის სახელი და გვარი. უმრავლესობის წევრების უდიდესმა ნაწილმა ეს იცის, იმიტომ რომ მე მისაუბრია მათ შორის. ჩემთან არ იყო სხვათა შორის ეს ზარი, აქაც არასწორად ითქვა. კონკრეტულ ლიდერთან იყო, ჩვენი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთ ლიდერთან ეს არის განხორციელებული. კონკრეტული ადამიანი იყო, ოფიციალური თანამდებობის პირი იყო. ცოტა უფრო მეტად რო დავაკონკრეტო, ოფიციალური თანამდებობის პირი იყო. ელჩსკულის ხო, ქვეყნის გარედან იყო ეს. ქვეყნის გარედან იყო ეს არის კონკრეტული თანამდებობის პირი, რომელმაც თქვა, რომ მათთვის არ იყო მისაღები გახარიას გადადგომა. ხო, ანუ დისკუსია გაიმართა 20 ივნისის შემდეგ და ნუ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება იქნა მიღებული მასთან დაკავშირებით, რომ გახარიას უნდა დაეტოვებინა საკუთარი თანამდებობა. რაც ეთქვა გახარიას, მან ითხოვა 10-15 წუთი და მერე შემოbrunდებოდა და ამ 10-15 წუთის განმავლობაში გაისმა ზარი, ასე ვთქვათ, deep state-დან. ეს იყო ოფიციალური თანამდებობის პირი, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც ქვეყნის გარედან დარეკა და თქვა, რომ არ იყო მიზანშეწონილი მისი გადაყენება. მაგრამ ამის მერე გახდა პრემიერი. და სწორედ ამაშია საქმე. ამიტომ გიკითხებით ზუსტად. ჩვენ გვიწევდა მანევრირება. გვიწევდა მანევრირება და ამ მანევრირების შედეგი იყო და კომპრომისების შედეგი იყო ის, რომ სწორედ რომ კომპრომისის საფუძველზე გახდა, deep state-თან კომპრომისის საფუძველზე გახდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. თვითონ ხო იყო პასუხისმგებელი კონკრეტული ადამიანის საქართველოში შემოსვლაზე, ხო, ამ შემთხვევაში რუსი დეპუტატების საქართველოს შემოსვლაზე. ხათრით შემოუშვა? თუ რაში იყო საქმე? ნახეთ, აი რა მარტივ ტყუილებში შეიძლება ამ კაცის გამოჭერა. ასევე ახსენებდა ბატონი გახარია ძალიან შეერთ მუჩი. ნახ, მე თემა რამაც ასე ვთქვათ გამოიწვია ეს ასე ვთქვათ პროტესტი იყო არა საქართველოს შემოსვლა. სავარძელში ჩაჯდომა. ხო, სავარძელში ჩაჯდომა იყო. სავარძელში ჩაჯდომა. როცა მე არ ვიყავი ამ ქვეყანაში, წასული ვიყავი ბაქოში და მოვალებას ასრულებდა ერთ-ერთი მოადგილე, არ მახსოვს რომელი. და ნუ აქ მოხდა ესეთი რაღაცა. რისი მოგვარება ძალიან მარტივად შეიძლებოდა, თუმცა აქაც ძალიან საეჭვოდ მოქმედებდნენ კონკრეტული ადამიანები ჩვენი გუნდიდან, ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს საეჭვოდ მეგობრობენ ბატონ გახარიასთან. სააკაშვილი ამბობდა 2 დღე გაძელით და მე ვიქნები საქართველოში. თქვენ თუ გადახედავთ რა დრო დაჭირდა სააკაშვილს საქართველოში შემოსაპარად ცნობილი კონტეინერით ზუსტად 2 დღე. ანუ გეგმა არსებობდა. თქვენ წარმოიდგინეთ ვითარება, რომ მელიას ვერ აკავებ, ანუ სახელმწიფო იმიჯი ჩამოშალა, ხო? ანუ კაცი ბოლომდე უპირისპირდება სახელმწიფოს
მოიშორა ეს სამაჯური, მაგრდება პარტიის ოფისში, გეუბნება ვერ დამაკავებ, ანუ სახელმწიფოს იმიჯი არის ჩამოშლილი ხვალსად ვითარებაში, როცა ვერ აკავებ და ამ დროს წარმოიდგინეთ თქვენ ეს სურათი, რომ სააკაშვილი შემოდის საქართველოში, რუსთაველზე უცბად გამოჩნდება სადღა სახელმწიფო. ეს იყო სცენარი. და დავალება, გახარიას დავალება იყო ამ სცენარის განხორციელების უზრუნველყოფა მისი მხრიდან. პირობა მისცა კონკრეტულად ნიკა სამხარაძის, ასე ვთქვათ, დასმულ კითხვაზე საპასუხოდ პირობა მისცა უმრავლესობას, რომ კანონს აღასრულებდა. და სამ დღეში მოდიხარ, ჯერ შენ სიტყვასაც უნდა გქონდეს ფასი, მაგრამ აგენტი როცა ხარ, არც ერთ შენ სიტყვას არ აქვს ფასი, იმიტომ რომ დღეს ერთ რამეს გეტყვიან, ეს უნდა გააკეთო, ხოლმე მეორე რამეს გეტყვიან, ეს უნდა გააკეთო. თბილისის პოლიტიკური შეფასებების თემა რადიო თავისუფლების ინფორმაცია, რომ ევროკავშირი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას ამარტივებს. ბრიუსელს სურს სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკური ინსტრუმენტად გამოიყენოს, დაწერა რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზუაკმა. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები ცდილობენ შეთანხმებას მანამ მიაღწიონ, სანამ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე პოლონეთია. ოპოზიცია ამბობს, რომ ბრიუსელის მიდგომა მათთვის გასაგებია, მმართველ გუნდში კი აცხადება, რომ ევროკავშირი ცდილობს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი გარკვეულ ქვეყნებთან შანტაჟის მექანიზმად გამოიყენოს. ამ თემაზე ლელა ჯავახიშვილი მუშაობს, ის კურიერის პირდაპირ ეთერშია. ლელა, გისმენთ. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივება, რომ შესაძლოა გამოყენებული იქნას პოლიტიკურ ზეწოლის ინსტრუმენტად, ამაზე ხელისუფლების ოპონენტებიც საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ არა კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით, ვინაიდან შედეგები თეორიულად შეეხება კიდევ 60 ქვეყანას. მათი ნაწილი ამბობს იმასაც, რომ საფრთხე იმისა, რომ უვიზო მიმოსვლა მთლიანად ქვეყანას შეუჩერდეს, უფრო რეალური ხდება, თუმცა ოპოზიციაში ყველა ასე არ ფიქრობს, რადგან მიაჩნიათ, რომ ამის ობიექტური საფუძველი იგივე ადამიანის უფლებების დარღვევის ახალი კრიტერიუმებიდან გამომდინარე ქვეყანაში დღეს არ არსებობს. სრულად გასაგებია ის, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილების გამარტივება არ არის საქართველოს საკითხი, მხოლოდ ეს ევროკავშირის ზოგად პოლიტიკას და საემიგრაციო პოლიტიკას ეხება, თუმცა ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ამ გადაწყვეტილებების მიღება ევროკავშირში დამოკიდებული იქნება ადამიანის უფლებების დარღვევაზე. რა თქმა უნდა, ეს აჩენს რისკს, რომ შეიძლება საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა დაკარგონ ევროკავშირში. რაც იქნება ძალიან დიდი დარტყმა. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ეს არის თითქმის უმძიმესი ფორმით უნდა წარიმართოს, აი ტელევიზიები უნდა დაიხურონ, ქუჩაში უნდა მართლა ყოველ მეორე ადამიანს უნდა იჭერდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ქართული ოცნება ყველაფერზეა წამსვლელი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენ ისეთ უპირატესობას მოვიპოვებთ, რომ აქამდე არ მივა საქმე. საქართველო უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმებს ზედმიწევნით ასრულებს, აცხადებენ ქართულ ოცნებაში და განმარტავენ, რომ ახალი მოცემულობა, როდესაც ევროკავშირს შეუძლია ჩათვალოს, რომ მისი საგარეო პოლიტიკა არ ემთხვევა მესამე ქვეყნების საგარეო პოლიტიკას და ერთმანეთთან თავსებადობაში არ მოდის, შესაძლოა ეს იქნას დამატებითი ბერკეტი უვიზო მიმოსვლის შეჩერების დღის წესრიგში დაყენების და აქედან გამომდინარე უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ევრობიუროკრატებს ამით უჩნდებათ დამატებითი შესაძლებლობა, რომ საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ მესამე ქვეყნებზე ზეგავლენა მოახდინონ. შანტაჟის ელემენტებს რაც შეეხება, ჩვენ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვხედავთ შანტაჟს, სანქციები, როგორც პიროვნულ დონეზე, ასევე ქვეყანასთან მიმართებაში. ამ ტიპის დამოკიდებულება არის კატეგორიულად მიუღებელი ჩვენთვის. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და ევროპა და ევროპული მომავალი რატო არის საინტერესო? ხო, იქ არის სხვადასხვა ქვეყნები წარმოდგენილი, რომელსაც აქვს თავისი კულტურა, თავიანთი წარსული და ამით არის საინტერესო, მრავალფეროვანია. და ჩვენ თუ ეხა როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, ხო, ერთ იმიდან იმართებოდა ყველაფერი და ყველა ერთნაირები უნდა ყოფილიყავით. ეს ეხა კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება. სანამ ეს იყო მიგრაციის მართვის ინსტრუმენტი, ამ ნაწილში არაერთხელ გვიტყავს წელგამართულები ვიყავით, იმიტომ რომ იქნებოდა ეს დანაშაულთან ბრძოლა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა თუ სხვა საზღვრის მართვა და ასე შემდეგ. საქართველოს ინსტიტუტები გამართულად ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ევროკავშირის ინსტიტუტებთან, მაგრამ ამის მერე თუ ეს უნდა იყოს გამოყენებული საგარეო პოლიტიკურ ინსტრუმენტად, აქ ესტონეთის მსგავსი ოდიოზური პიროვნებების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, არის იმისი რისკი და მოლოდინი, რომ ეს იქნება გამოყენებული შანტაჟი. იმისთვის, რომ სხვა ქვეყანას, რომელსაც აქვს ჩვენთან
ცდომა, რაღაცაზე აზრი შეაცვლევი, რომ რაღაცაზე გავლენა მოახდინო, რაღაცაზე ზეწოლა მოახდინო, სადაც საჭიროა. უბისო მიმოსვლის შეჩერების ახალ მექანიზმთან დაკავშირებით ოფიციალური განხილვები ბრიუსელში ჯერ არ დაწყებულა. გადაწყვეტილების მისაღებად ისევ წევრი 14 ქვეყნის თანხმობა იქნება საჭირო, ისევ იმოქმედებს ეგრეთ წოდებული დაბლოკვის მექანიზმი, თუმცა პროცედურები ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენების უფრო მარტივდება და ამ კანონპროექტის მიხედვით ამის პრეროგატივა ენიჭება უკვე ევროკომისიასაც. მადლობა ლელა ჯავახიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. შანტაჟის საბჭოთა მეთოდია და საბჭოური მენტალიტეტი ფართოდაა ბრიუსელის ბიუროკრატიაში, აცხადებს პრემიერი. ღამის კურიერში ირაკლი ყობახიძემ განცხადა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების გამარტივებაზე გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული არ არის. თუმცა თუ კი ეს რეალურად ზუსტად საბჭოთა მეთოდი, რომ როგორც თავის დროზე საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას აშანტაჟებდნენ მოსკოვიდან, ასევე გონიათ ზუსტად, რომ დღესაც ისინი ჩვენ გვიყურებენ როგორც საქართველოს რაღაცა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას ახალ მოდიფიკაციას. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ მადლობა ღმერთს აღარ ვართ არც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და არც არასაბჭოთა არასოციალისტური რესპუბლიკა, ხო? ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული სახელმწიფო, მაგრამ ვიღაცებს აქვთ ეს მენტალიტეტი, საბჭოური მენტალიტეტი. და ეს საბჭოური მენტალიტეტი დღეს ძალიან ფართოდ არის სამწუხაროდ გამჯდარი ბრიუსელის ბიუროკრატიაში. არაფრით არ განსხვავდება რეალურად დღევანდელი მიდგომები იმ მიდგომებისგან, რასაც ჩვენ გაურბოდით 1980-იანი წლებიდან. ახალი კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე გაცემული გრანტი პოლიტიკური შეფასებების თემაა. საფრანგეთის საელჩომ გავრცელა ინფორმაცია, რომ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია სამოქალაქო საზოგადოების პროექტების მხარდასაჭერად საელჩოს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია. საელჩო წერს, რომ პროექტის შექმნის ახალ ტურისტულ მარშრუტებს გორსა და ქუთაისში, რომელიც შეისწავლის საქართველოს საბჭოთა წარსულს. მართულ გუნდში ეჭობენ, რომ ეს გრანტი რეალურად სხვა მიზნებს მოხმარდება, რადგან მათივე თქმით, ამ ორგანიზაციის წევრები ნაციონალური მოძრაობის მოქმედი და ყოფილი წევრები, კანვასის დამფუძნებლები და ტრენერები არიან. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციურ სპექტრში. რა არის მიზანი ამ პროექტის? რაც არის კვალიფიკაცია. მიზანი არის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ საქართველოს ისტორია ისე ეს როგორც იყო. დაიწყეთ უკვე მუშაობა ამ პროექტის ფარგლებში თუ ჯერ არა? ჩვენ უწყვეტად მუშაობთ 2010 წლიდან მოყოლად. თავშევი კარგი ჩაწერაზე აქამდე თუ ვინმე შეიძლება რაღაც მაინც ქონდა იმისი მოლოდინი, რომ ამა თუ იმ ელჩს, ამა თუ იმ ქვეყანას რაღაც შეცდომით მოუვიდა, რაღაც არ ქონდა გათვლილი, არ ქონდა გააზრებული, არ იცოდნენ ამ ორგანიზაციების შესახებ. დღეს მე მგონი ძალიან ცხადია ყველაფერი, შეგნებულად, მიზანმიმართულად ხდება ამ ტიპის რადიკალური ორგანიზაციების დაფინანსება, წახალისება იმისთვის, რომ შემდგომ მათ მოაწყონ ის, რაც მოაწყეს არაერთხელ მაგალითად პარლამენტის წინ. ამიტომ მომავალში, როდესაც სავარაუდოდ ნახავთ ამავე ორგანიზაციების მხრიდან ასევე ძალადობრივ და სხვა მხრივ ფსიქოლოგიური შანტაჟის თუ ასე შემდეგ განხორციელებულ აქტივობებს პირდაპირ ზედმეტი მოკრიბის გარეშე პირდაპირ შეგვიძლია დავადოთ ხელი და მიუთითოთ ამ ადამიანზე. საფრანგეთის ელჩისთან აქვს საუბარი, ძალიან სამწუხაროა და დასანანია რომ ამაზე გვიწევს საუბარი, მაგრამ ფაქტია რომ მომავალში თუ რამე მოხდება, შეუძლია ამ ადამიანს პირდაპირ აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე თუ რას გააკეთებენ ეს ორგანიზაციები. რატომ დუმან საელჩოები და მესამე სექტორის წარმომადგენლები აქციების დროს დაშავებული პოლიციელის საქმეზე, რომ მომაც მხედველობა დაკარგა ამ კითხვას მმართველი გუნდი სვამს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გავრცელა ინფორმაცია, რომ ნოემბრის აქციის დროს დემონსტრანტთა მხრიდან დასრული საგნის მოხვედრის შედეგად პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა. მათივე ცნობით, დაშავებული სასწრაფომ გადაიყვანა კლინიკაში, სადაც მას გადაუდებელი დახმარება გაუწიეს, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ მხედველობა პოლიციელმა მარჯვენა თვალში სრულად დაკარგა. დიაგნოზი თურქეთის კლინიკაშიც დაადასტურა. ამ ეტაპზე დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება. ნანა გოგოტაძე განარცობს თემას პირდაპირ ეთერში. ნანა, გისმენთ. მას შემდეგ რაც გაჩნდა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დუმან ამ დრომდე საელჩოები და არასამთავრობო ორგანიზაციები მაშინ, როდესაც საქმე ეხება სამართალდამცველის მიმართ ჩადენილ ძალადობას, ბუნებრივია ჩვენ შევეცადეთ, რომ გავსაუბრებოდით ამასთან დაკავშირებით თავად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, თუმცა ამ დრომდე ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ და შესაბამისად ეს შეკითხვები არის პასუხგაუცემელი. სამაგიეროდ საუბრობენ ოპოზიციაში, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა
ძალადობა არის მიუღებელი, თუმცა ისინი ახლა ურჩევენ მმართველ გუნდს, რომ იქამდე ვიდრე სხვებს მოსთხოვენ პასუხს, უმჯობესი იქნება თუ თავად ჩაატარებენ გამოძიებას. მე ხო საელჩოების ვთქვათ არ ჩამოყოლილ ვარ და არ მინახავს ვინ რა განცხადება გააკეთა, მაგრამ მე შემიძლია ძალიან მკაფიოდ და ცხადად გითხრათ, რომ ნებისმიერ ძალადობა მით უმეტეს პოლიციელის მისამართით არის მიუღებელი. ცხადია ამ ფაქტს შევაფასებთ ძალიან უარყოფითად. თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის მნიშვნელოვანი. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ქართულ სახელმწიფოში არ უნდა მიდიოდეს ის დაპირისპირება ძალოვან უწყებებსა და ქვეყნის დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს შორის. ათასობით ადამიანმა მიიღო უმძიმესი დაზიანებები, არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა და არც ერთი პოლიციელის მიმართ გამოძიებაც კი არ არის დაწყებული. მმართველი გუნდის პოზიცია კი ამ შემთხვევაში არის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ საელჩოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთადერთი და რეალური მიზანი იყო და არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა და რევოლუციური სცენარების განვითარება. ამის დასტური კი ქართული ოცნებისთვის არის უახლესი პოლიტიკური წარსული და ის მოვლენები, რომელიც რამდენიმე თვის წინ მიმდინარეობდა საკანონმდებლო ორგანოსთან. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური უწყებების დუმილი ან თუნდაც მათი მხრიდან გაკეთებული ნებისმიერი განცხადება მიმართული იყო ყოველთვის ძალადობის წახალისებისკენ. ეს ადამიანები თავიანთი შინაგანით, თავიანთი მსოფლმხედველობით ჩვეულებრივი მოძალადეები არიან. ახალისებენ ძალადობას, ახალისებენ უბედურებას. ეხლა გაიხსენეთ, ხო? პოლიციელებს წვავდნენ ცოცხლად. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს და კამპანია მიმდინარეობდა ამაზე, რომ გმირად წარმოეჩინათ ის ადამიანი, ვინც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. საელჩოები პირდაპირ ჩართული, ახლა ყველაზე არა მაქვს საუბარი, რომ ქვეყანაში გააღვივონ დაპირისპირება, ხელი შეუწყონ აქციების მიმდინარეობას, ხელი შეუწყონ რევოლუციური სცენარის მოწყობას. აქ ელჩები კი არა, საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიოდნენ. დაივიწყეს, რომ სუვერენიტეტი არსებობს ზოგადად ცნება ქვეყნებისა, დაივიწყეს, რომ არსებობს დიპლომატიური წესები, დაივიწყეს, რომ არსებობს დემოკრატიული წესები, რომ არ შეიძლება სხვა ქვეყნის საარჩევნო კამპანიაში უხეშად ჩარევა. მიზანი იყო ერთი, ნებისმიერ ფასად ქვეყანაში მათი სასურველი რეჟიმის მოყვანა. როდესაც მიზანი ესეთია, რა თქმა უნდა, იქ არც ერთი განცხადება არ იქნება ობიექტური შეფასებისათვის განკუთვნილი. ყველა განცხადება არის წახალისებისათვის რევოლუციური, საპროტესტო და ორალიზაციისაკენ მიმართული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, რომ ერთ-ერთი სამართალდამცველი 29 ნოემბერს აქციის დროს დაშავდა, მას ესროლეს ბლაგვის საგანი, შედეგად კი მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. ვინ იყო ეს პირი იდენტიფიცირებული ჯერჯერობით არ არის, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. მადლობა ნანა გოგატაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. გიორგი ჩიკოაიძეს და ირაკლი პაპიაშვილის პროცესი გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. გიორგი ჩიკოაიძეს და მის დედას მოსამართლემ დარბაზი დაატოვებინა. მიზეზად შეძახილები და მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფა დასახელდა. გამოძიება კომპანია ელდ ბილდინგის საჩირის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე. ჩიკოაიძეს და პაპიაშვილის ბრალი 82 მუხლით აქვთ წაღანებული, რაც წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას გულისხმობს. გადაკელილი სამოქალაქო საქმის სისხლის სამართალში, რომელსაც თქვენ აი ესე უწიფრად იძიებთ და მოსამართლეობთ სამოქალაქო საქმის სისხლის სამართალში. გიორგი გადაძევს ხმის დარბაზიდან კიდევ ერთხელ სასამართლოს შეურაცხყოფის ფაქტზე. 30 ვერცხლად გაყიდულ იზა გელენჯერიძეს და 30 ვერცხლად გაყიდულ სასამართლოში არაფერზე გულის არ იყო. შემოგვიყვანელი დედაკაცი და ამისთვის პასუხს აღებდა. ობიექტურად ვერ ჩაითვლება დღევანდელი პროცესზე განვითარებული მოვლენები, რადგან დაწყების დღიდან როცა სასამართლოები დაიწყო, არც ერთი შუამდგომლობა ჩვენი არ დაკმაყოფილდა, არასდროს არ დაუკმაყოფილებიათ და 11 მარტს პროკურატურის შუამდგომლობა გიორგის გირაოს შეცვლასთან დაკავშირებით დააკმაყოფილეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. პროკურატურას არც ქონია
წარმოუდგენელი კი არ არსებობს ისტორიაში მსგავსი რამე და ვერც წარმოადგენდა და ამის საფუძველზე დააკავეს გიორგი. დაცვის ხარი მოითხოვა გარკვეული შრომდგომლების საფუძველზე დამატებით მოწმეების დაკითხვა, მიუხედავად აღნიშნულისა, არც ერთი მოწმის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი არ წარმოუდგენია, მათ შორის არც სახელი და გვარი და შესაბამისად არანაირი მტკიცებულება, რომ მათ აღნიშნულ დასაკითხ პირებს ჰქონდათ შემხნელობა ჩვენ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ამიტომ დაცვის ხარის შრომდგომლობა სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 3 პირი დააკავა აჭარის პოლიციამ. გამოძიების ინფორმაციით, ჩინეთის და ტაილანდის მოქალაქეები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს ხელს უწყობდნენ მასაჟის სალონებში, ფართებს თანხის ანაცვლოდ გადაცემდნენ, ეხმარებოდნენ კლიენტების მოძიებაში, ქალები კი მათ აღებულ ფულს უყობდნენ. დანაშაულები 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. 2 ყაზახეთის მოქალაქეა. ამოღებულია 34 შეკვრა დაფასებული მეთადონი და მარიხუანა. დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას თეატრის დასი და ხელოვანების ნაწილი კულტურის სამინისტროსთან აპროტესტებს. აქციის მონაწილეების განცხადებით გადაწყვეტილება უსამართლოა და ახალი თეატრის დასი არ აღიარებს მინისტრის ამ განკარგულებას. კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა. უწყებაში განმარტავენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უწყვეტი დაფინანსების და არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად თეატრის ხელმძღვანელობა ვალდებულებებს არ ასრულებს. დოის გათავისუფლებაც არის ზუსტად ის, რომ დოი ისჯება სოლიდარობისთვის მხოლოდ. დოიმ ერთი ადამიანის გამო თავის კარიერა დადო სასწაულზე. ჩვენი მხრიდან დოის დავანახებთ ჩვენ სოლიდარობაზე, ჩვენ არ ვაპირებთ თეატრიდან გასვლას, არ ვაპირებთ დოის გაშვებას. ყოველი ამგვარი გადაწყვეტილება არის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რადგანაც კიდევ უფრო მეტ განხეთქილებას თესავს. მიმაჩნია, რომ საზოგადოების პროტესტი, სახიობების პროტესტი, დასაქმებულების პროტესტი, ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, მათი წუხილი არის აბსოლუტურად გულწრფელი. დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ლოგიკურს უწოდებს კულტურის მინისტრის მოადგილე. ბექა დავითულიანის განმარტებით, მუსიკისა და დრამის თეატრის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია და ვალდებულია შემოქმედებით პროცესს აწარმოებდეს. მახსოვ აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. შესაბამისად, როგორც ყველა სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მას აქვს ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე და სადამფუძნებლო დოკუმენტაციით დავალებული აქვს, რომ ის აწარმოებდეს შეუფერხებლად შემოქმედებით პროცესს. ბოლო დაახლოებით 5-6 თვის მანძილზე, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, შემოქმედებით პროცესი თეატრში არ აღმდგარა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან უწყვეტი დაფინანსება ჰქონდა, 1.200.000 აქვს ბიუჯეტი სახელმწიფოდან გამოყოფილი. შესაბამისად, მოახდინა სახელმწიფომ რეაგირება მისი ერთ-ერთი ქვეუწყების, სიპის უფლება-მოვალეობების არ შესრულებას. თბილისში აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების სამმხრივი შეხვედრა იმართება. შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა, რის მერე დიალოგი დახურულ ფორმატში მოადგილების ჩართულობით გაგრძელდა. მიზანი სამმხრივი თანამშრომლობის პროცესში სამივე ქვეყნის ხედვების გაზიარება. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება სამმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები, ის მიმართულებები, რომელიც საინტერესო შეიძლება იყოს სამი ქვეყნისთვის და მოხდება თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებების დაიდენტიფიცირება, რომ რეგიონის ქვეყნებმა განავითარონ ერთობლივი მიდგომები მთელ რიგ საკითხებზე, სწორედ ეს იქნება დღევანდელი მშენებლობის ძირითადი მიმართულებები. ხამის კურიერის პირდაპირ ეთერში პრემიერმა ისაუბრა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზეც. აქვე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შტატებში საქართველოს ელჩის კანდიდატურა უკვე დაახლოებით 2 კვირაა გაგზავნილია. მისი თქმით, პროცედურას 2 კვირიდან 2 თვემდე სჭირდება. დიპლომატიური მისიის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა კი დასტურის შემდეგ გახდება ცნობილი. რაც უფრო მეტად დასუსტდება დიპსტეიტი, მით უფრო მეტია იმის პერსპექტივა, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ჩვენ გვაქვს გაკეთებული საჯარო განცხადება, არაერთხელ პირადად მე, რომ ჩვენ გვინდა სრულად
სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. უფრო მეტი ჩვენ ვამბობთ, რომ თუ მანამდე ეს იყო არსებითად ფურცელზე არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენ გვინდა რომ გქონდეს კონკრეტული გზამკვლევი ამ პარტნიორობისთვის, სადაც აისახება კონკრეტული სარგებელი ორივე სახელმწიფოსთვის, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე საქართველოსთვის. ვინ იქნება ამერიკაში ჩვენი ელჩი? დღეს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ გაგზავნილია კანდიდატურა, დაახლოებით 2 კვირა. პროცედურა სჭირდება ხოლმე სტანდარტულად ზუსტად 2 კვირიდან 2 თვემდე პერიოდი. ნახოთ, იმედი გვაქვს, რომ არ გაიწელება. კანდიდატურა გაგზავნილია, ოფიციალური დოკუმენტები არსებობს ამასთან დაკავშირებით, გაგზავნილია ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმედი გვაქვს, რომ მალე მივიღებთ დასტურს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი ჩვენი ელჩის ვინაობაც. ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი ჰარვარდის უნივერსიტეტს სთხოვს თვის ბოლომდე წარმოადგინოს დეტალური ანგარიში უცხოელი სტუდენტების უკანონო და ძალადობრივი საქმიანობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტს გაუქმებენ სერტიფიკატს, რომელიც უცხოეთიდან გაცვლითი პროგრამებით სტუდენტების მიღების საშუალებას იძლევა. გასულ კვირას ტრამპის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ პროპალესტინელი სტუდენტების ანტისემიტური განწყობების გამო გადახედავდნენ უნივერსიტეტის 9 მილიარდიან დაფინანსების საკითხს. ჰარვარდი მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს და კონსტიტუციის დარღვევაზე საუბრობს. ევროკომისია რუსული თხევადი აირის იმპორტს არ აკრძალავს. როიტერის ინფორმაციით, ახალ სასანქციო პაკეტში დამატებითი ზომა ამ მიმართულებით არ შევა. მიზეზი ზოგიერთი ქვეყნის პროტესტია, რომლებმაც ალტერნატიული გზები ვერ გამონახეს. პარალელურად ევროკომისიამ უნდა შეიმუშაოს ახალი გზამკვლევი, რომელმაც 2027 წლისთვის უნდა დაასრულოს ევროკავშირის დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე. გეგმა 1 თვეში გასაჯაროვდება. სუმის, ოდესისა და ხერსონის შემდეგ დნეპრი ღამით ოკუპანტებმა დნიპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს შეუტიეს. დრონებით იერიშის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი. დაშავდა 30, განადგურებულია 15 სახლი. სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, სასწავლო დაწესებულება და საწარო. ადგილზე ამ დრომდე სახანძრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია უკვე აწარმოებს 1000-ზე მეტი სახეობის იარაღს, მათ შორის артиლერიის ჭურვებს, რაკეტებს, შორ მანძილზე მოქმედ იარაღს და დრონებს. ფრონტზე ჩვენი ქვეყნის დასაცავად გამოყენებული იარაღის 40%-ზე მეტი უკრაინაში იწარმოება. უკრაინას ყოველთვის დასჭირდება ძლიერი იარაღი, იმისთვის რომ ძლიერი სახელმწიფო ჰქონდეს. ასევე საჭიროა ტექნოლოგიური უპირატესობა, რათა რუსეთში იცოდნენ, ჩვენ ყველა დარტყმას ვუპასუხებთ. უფრო და უფრო მეტი ქვეყანა და ლიდერი გამოხატავს ინტერესს იმუშაოს ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიასთან. ეს ყველაფერი უკრაინისადმი ნდობის ნიშანია და ბევრი თვალსაზრისით თქვენი შრომის შედეგია. ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისევ დაძაბულია. ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. სახალის იერიშებს 35 ადამიანი აფრთხილა. კონფლიქტის ზონაში ისრაელის ძალები სახმელეთო რეიდებს ატარებენ. გაერო წერს, რომ 18 მარტის, ანუ ზავის დასრულების შემდეგ ღაზაში 9 მილიონი ადამიანი კიდევ ერთხელ გახდა იძულებული საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. სლოვაკეთის პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების გასაჯაროებას ავალდებულებს. კანონს 150-დან 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ცვლილებებით NGO-ები ვალდებულები არიან ყოველწლიურად დაფინანსების წყარო გაასაჯაროებთ. ოპოზიცია არასამთავრობოებთან ერთად სამოქალაქო სექტორის დაშინების მცდელობასა და რუსულ გავლენებზე საუბრობს. ანკარაში ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 525 ადამიანი დააკავეს. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპოლიციო ღონისძიება დედაქალაქის ყველა რაიონში ერთდროულად მიმდინარეობდა. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ანტიტერორისტული, ანტინარკოტიკული ოპერაცია, რომელშიც ათასობით სამართალდამცველი მონაწილეობდა. პოლიციამ 625 მისამართზე მივიდა. 40-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო წყალდიდობის გამო აზერბაიჯანში. სტიქიამ სერიოზული ზარალი მიაყენა 6 ქალაქს, მათ შორის ბაქოს, განჯასა და სუმგაითს. დაზიანებულია სახლები, მაგისტრალები, გზებზე ნალექმა შლამი ჩამოიტანა. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. დადაბლებული რაიონებიდან გაყვანილი მოსახლეობის თითქმის 9 ბავშვია. უყურებთ კურიერს 3 საათზე, რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. დედაქალაქის მერი დიდუბეში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მონაკვეთზე იმყოფებოდა, სადაც ცოტა ხნის წინ გზის სავალ ნაწილზე ბზარები გაჩნდა. დეფორმაცია დაფიქსირდა ნაპირ-სამაგრ კედელზეც. ტერიტორიაზე მერიამ პრევენციული ღონისძიებები ჩაატარა. ამჟამად გეოლოგიური კვლევა მიმდინარეობს, რის შემდეგაც სამუშაოები დაიწყება. პროექტის ღირებულება 5 მილიონია.
სავალი გზის აღდგენას მაისისთვის, მაისის ბოლოს სამუშაოები დამთავრებული იქნება და ავტომობილების გადაადგილება უკვე თავისუფლად იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ხიმინჯოვანი კედელის მოწყობას, სადღაც ივნისისთვის მთლიანად იქნება დასრულებული სამუშაოები. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია წყლის დონეზე. ხედავთ, რომ მტკვარი მოდიდებულია და როგორც გითხარით, ამ წუთში მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევები, თუ რა ტიპის ხიმინჯოვანი კედლის სამუშაოები უნდა განხორციელდეს. სავარაუდო ბიუჯეტი არის 5 მილიონი ლარი ამ პროექტის განხორციელების. პირველი ეტაპის სამუშაოები, რომელიც მოიცავს გზის აღდგენას და ტროტუარის ნაწილში აღდგენას, მაისის ბოლოს დავამთავრებთ, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოები, რომელიც უკვე გულისხმობს მდინარის მხრიდან მოპირკეთებას, ასე ვთქვათ, ამას დაჭირდება ივნისის ბოლომდე. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თუშეთის მიმართულებით მორიგი ავიარეისი შესულდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას აღდგომა მიულოცა და პროდუქტები გადასცა. თუშეთში დღეს 20 მუდმივად მცხოვრები მოქალაქეა. მხარესთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა კი ზამთრის განმავლობაში დაკეტილია. მოქალაქეებს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ემსახურება. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიიდან ამოვედით წარმომადგენლები, რათა ადგილობრივი ჩვენი მოზამთრე თუშებისთვის მიგველოცა დამდეგი აღდგომის დღესასწაული. მერიაში არსებული პროგრამის ფარგლებში ამოუტანეთ სააღდგომო ნობათები და გავეცანით მათ ადგილობრივ საჭიროებებს. მოგეხსენებათ, რა თვის განმავლობაში თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზა აბანოს-უღელტეხიძე დიდ თოვლობის გამო იკეტება და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასაზღვრო პოლიციის ვერტში დგომა. ქართული ღვინო ტოკიოს საერთაშორისო გამოფენაზე ექსპოზიციაზე 9 კომპანია წარსდგა. ღონისძიებას 50,000-მდე ვიზიტორი დაესწრო. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინო პირველად ტოკიოში 2014 წელს წარადგინეს. მას შემდეგ ქართული კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში. ამჟამად წარმოდგენილი არის 9 ქართული კომპანია და არის წარმოდგენილი 50-ზე მეტი ქართული ღვინო. გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები გამართავენ შეხვედრებს იმპორტიორებთან, კომერციულ პირებთან და მედიის წარმომადგენლებთან, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას იაპონიის ბაზარზე. იმერული ღვინის ასოციაცია პირველად არის წარმოდგენილი ტოკიოს პროვინცზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის, ზოგადად იმერეთის წარსადგენად და იმერელი მეღვინეების წარსადგენად. ჩვენი ასოციაციის წევრებისთვის განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს ასეთი გამოფენები. მე წარმოვადგენ იაპონიაში ღვინის იმპორტიორ კომპანიას, რომელიც ამ ეტაპზე მსოფლიოს 24 ქვეყნიდან ახორციელებს ღვინის იმპორტს იაპონიაში. ქართული ღვინის იმპორტი დავიწყეთ 6 წლის წინ. ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიწვევით ვიმყოფებოდით საქართველოში, რის ფარგლებშიც ვსტუმრობდით ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს და ვეცნობოდით ქართული ღვინის მრავალფეროვნებას. დღეს ჩვენს პორტფოლიოში 4 დასახელების ქართული ღვინოა. დღეს დიდი ხუთშაბათია, ტაძრებში დილი და ლიტურგია სრულდება, იკითხება 12 გზის სახარება. აღდგომის დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან წმინდა მიწაზეც. ქართულ პილიგრიმებთან ერთად იერუსალიმშია კურიერიც. დღეს აღდგომის ტაძართან მსახურება და ფეხბანვის წესი იერუსალიმის პატრიარქმა შეასრულა. დღეს ნამდვილად მნიშვნელოვანი დღე არის, დიდი ხუთშაბათია, დაწესდა ფეხბანის რიტუალი, რომელიც აღასრულას უნეტარესმა. მინდა მოგილოცო დღევანდელი დღე და მინდა აღნიშნო, რომ დღეს ასევე ჩატარდება 12-ნების სახარება, წაიკითხავს უნეტარესი. ხვალ უკვე არის დიდი პარასკევი და შემდეგ უკვე უახლოვდებით წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას. დღეს მოგცა უფალმა იმის საშუალება, რომ ზიარებულიყავით. უფლის დაწესებული დღე არის. ამ დღეს გული უნდა გაიწმინდოს ქრისტიანმა. სხეული არა, ჯერ გული უნდა გაიწმინდოს. გული რო სუფთა იქნება, სხეულიც გაწმენდილი იქნება თავისთავად და დღეს არის განწმენდის დღე. ძალიან დიდი დღე არის დღეს. ყველა ქრისტიანმა უნდა ეზიაროს, შეძლოს ზიარება და გველოდება ხვალ უმძიმესი დღე. ყველა ქრისტიანისთვის არის ეს ძალიან უმძიმესი ხვალინდელი დღე და ღმერთმა მშვიდობით გადაგვატანინოს.
სამების საკათედრო ტაძარში მსახურება არქიმანდრიტმა იოანემ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. საღამოს 6 საათიდან ტრადიციულად წაიკითხავენ 12 გზის სახარებას. ნებისმიერ დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. სახარების მიხედვით ამ დღეს იესო ქრისტემ მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხბანვის რიტუალი შეასრულა. მოწაფეები პირველად აზიარა და მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი გასცემდა. მერთმა ყველა დაგვიცვას და დაგვიფაროს ბოროტი ძალისაგან. მერთმა ინებოს, რომ ჩვენთვის ნებისმიერი მონათლული მართლმადიდებელი ადამიანისათვის იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი ყოფილიყოს თავარი საზრუნავი, რომ მიახლებოდეს მისსა და სისხლსა და ხორცს. გვახსოვდეს, რომ ჩვენ, როდესაც მოვინათლეთ, პირობა გვაქვს ღვთის წინაშე ნათქვამი, რომ შევუდგებით ქრისტეს. დღეს ჩვენ ვეზიარებთ და დიდ ხუთშაბათს ვეზიარებით და ვიცით, რომ ეს თვითონ მაცხოვარმა დააწესა და თვითონ მაცხოვარმა გითხრა, რომ ის ამით შემოდის ჩვენში. მისი ხორცი და მისი სინამდვილეში ეს არის წითელი ღვინო და პური, მაგრამ ლოცვის შედეგად, სულისმენდის გარდამოსვლის შედეგად ის იქცევა ქრისტეს სისხლად და ხორცად. დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკლესიისათვის, რადგან დღეს არის ზუსტად ის დღე, როდესაც მაცხოვარმა დააწესა წმინდა ზიარების მიღება. და ბრძანა, რომ ეს არის სისხლი ჩემი, ეს არის ხორცი ჩემი და მიიღეთ ესო ცოდვების მიღწევის მისიტავებლად. ჩვენ მართლმორწმუნე ქრისტიანები ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ მაცხოვრის ცნებები და შეძლებული ზაგვარად შევინახოთ მარხვა, ვილოცოთ და მივიღოთ წინა ზიარება. ეს იყო ბოლო ინფორმაცია კურიერი გემშვიდობებად 6 საათამდე. დროებით.